ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ეთერში იქ თავაზობ ირაკლი კობახიძის განცხადებას. სააკაშვილის რეჟიმა ამოწუროთ ომის თემა. ომთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არის ორ თარიღზე. ხო არ არის. წუთებზე ხო არ არის აქ საუბარი ნახეთ. ეს იყო კატასტროფული ავანტიურა. ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა. გარედან დიპსტეიტის მიერ დაკვეთილი ღალატი. თქვენ ძალიან ნერვიულობთ. ყველაფერი იცის. კითხეთ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ვინ არის დიპსტეიტი. ბატონო ირაკლი, ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არის პოლიტიკურ დღის წესრიგში ორი თარიღი. ბატონო ირაკლი. არა, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი გარეთ დაკვეთით. დიპსტეიტის დაკვეთით. ტრამპს კითხეთ ვინ არის ტრამპს? ვინა? არა, ტრამპს კითხეთ ვინ არის დიპსტეიტი? ტრამპს კითხეთ ვინ არის დიპსტეიტი და სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი გარეთ დაკვეთით, დიახ. თარიღთან დაკავშირებით კითხავთ თუ შეიძლება. ის პასუხობს. რა თქმა უნდა რეჟიმის, რა თქმა უნდა ერთ-ერთი, რა თქმა უნდა სამხედროებთან ერთად რა შუაში. სამხედრო არა, სამხედრო ასრულებს დავალებას, ხო? ნებისმიერი სისტემის პირობებში ეს ასეა. ვერავინ ვერ მიხვდა რომ დავალებას ასრულებდა რუსეთის მიხვედრაზე რა შუაშია მიიღო ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება და შეასრულა დავალება. თითოეული სამხედრო არის გმირი. განსხვავებით თქვენი ლაჩარი ლიდერისგან, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილი. ახვალს და პატივს მიაგებდა. სააკაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ბოლო წლების განმავლობაში არა, ომის დაწყებას. ბოლო წლების განმავლობაში დღის წესრიგში შემოვიდა ორი თარიღი. თქვენი ოპონენტები დღეს იყვნენ სხვადასხვა ლოკაციებზე, მოვისმინეთ მათ შორის დიპლომატიური კორპუსების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების და შეხსენება რუსეთის მიმართ, რომ საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულონ. თქვენ ახვალ და მუდმივად არის ამ ორ თარიღთან დაკავშირებით ბრალდებები ხელის გაშვერა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება იმ დროს აღნიშნავს ომის თარიღს, როგორც აღნიშნავს რუსეთი. რას უპასუხებთ ამ პოლიტიკურ სამარცხვინოა, ხო? 2009 წელი ამოიღეთ კადრები, 2010 წელი, 2011, 12, 13 წლები. ამოიღეთ კადრები, როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია. 8 აგვისტოს და მერე გაიგეს, 5 და 6 წლის მერე გაიგეს, რომ 8 აგვისტოს არა 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, ეს ხო სამარცხვინოა. ხა ეს ყველაფერი ხო აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს. მეტი რა უნდა თქვა ამას. 2009 წელს ეგონათ 8 აგვისტოსო დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა. ხო ეს ყველაფერში უნდა გახლეჩო საზოგადოება, ეს არის მათი მიზანი. მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა. ეს არ არის საინტერესო. ეს არის თქვენი სამარცხვინო ინტერპრეტაცია. ვინც გაატარა რუსეთის ინტერესები საქართველოში 2008 წელს, ეს ხო თქვენი პარტია და თქვენი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. საბოლოო ჯამში ნახეთ, კვეთა მიიღეს დიპსტეიტისგან, მაგრამ ეს ომი დასრულდა რითი? დასრულდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ამის შემდეგ მოხდა ეგრეთ წოდებული აღიარება და ეს შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა. ეს თქვენ რატომ იმას რაც მე არ მეთქვამს. თქვენ ხართ ისტერიკაში, იმიტომ რომ რატო ხართ ისტერიკაში? ეგეთქვით რატო ხართ ისტერიკაში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით. თქვენმა პარტიამ დაიწყო ომი 2008 წელს. თქვენმა რეჟიმმა დაიწყო ომი 2008 წელს, 8 აგვისტოს და არიცით ახლა რა ქნათ, ხო? თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც თვითონვე აღიარა, რომ თვითონ დაიწყეს ომი, რომ მათმა რეჟიმმა დაიწყო. აზრი არა. თქვენი განცხადებები ნიშნავს თუ არა იმას, რომ ომის დანაშაულთან ჩემი პაციენტი თქვენ არ ხართ, ბოდიში. ბატონო შეურაცხყოფ არის, როცა ხართ
ნაცმოძრაობის პარტიის წევრი. მე ვიცავ საოკუპაციო საზღვართან არ ხართ ნამყოფი, ოკუპაციის ხაზთან ამ დრომდე არ ხართ ნამყოფი. ამის ახსნა როგორ შეგიძლიათ? პრემიერ-მინისტრის პოლიციელი, პედაგოგი, ექიმი და ასე შემდეგ, ანუ კანონი რომლის გამოც საქართველოს აკრიტიკებდნენ საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის დასჯა ხდება საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა. აი, როდესაც ერთის მხრივ საქართველოს იგივე კანონმდებლობის გამო აკრიტიკებენ და მეორეს მხრივ თავად იღებენ რა ტიპის პოლიტიკა ნუ ორმაგი სტანდარტის მიზეზი არის ერთადერთი, ხო? ანუ ნახეთ რას გვინკიცებენ, რომ საქართველოს არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია კონდეს ის კანონები, რომლებსაც იღებენ მაგალითად ევროპის ქვეყნები. ხო, აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. საქართველოში უნდა მოგიწყონ რევოლუცია, ამიტომ კანონებიც არ უნდა მიიღო რევოლუციების წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან. ეგრე ხო არ არის. ჩვენ არ შეიძლება დაუშვათ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფა, არ შეიძლება გავაღრმავოთ ასეთი საფრთხეები. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ წეღანდა თუ არ მეშლება თქვით რომ მას გასამართლებას უპირებთ ომის დაწყების ბრალდებით. საგამოძიებო კომისია მიმუშავა ამ თემაზე, ნახოთ რა იქნება საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგები. ჩვენ იცით რომ ვაპირებთ სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საფუძველი ამ სარჩელის შეიძლება გახდეს სწორედ 2008 წელს ომის დაწყება, რაც სააკაშვილმა აღიარა, თვითონ მოაწერა ხელი, თვითონ არა, 2008 წელს თვითონ თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც წერია რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თავარსარდალს რომ ომის დაწყების ბრალდებით გაასამართლებთ. ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებები. არა, ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვით. ეს წერია რეზოლუციაში და არა ის, რასაც თქვენ ამბობთ. რატო იტყვევით? რატომ იტყვევით? იმიტომ იტყვევით, რომ არ გსიამოვნებთ ის ტექსტი, რომელსაც ხელი მოაწერა თქვენმა პარტიამ. და რუსეთმა მაქსიმუმი წაიღო და ისე გათავხედა, რომ ხელიც არ მოაწერა იმ რეზოლუციას, რომელიც აზიანებდა. რა თქმა უნდა, მაქსიმუმი წაიღო და იმაზეც კი არ მოუნდა ხელის მოწერა, რაც ჩაიწერა რუსეთის აზიანად. ხო, მარტივად არის საქმე, მაგრამ თქვენ რატომ არ გაქვთ კითხვები იმ ხალათთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა პარტიამ ჩაიდინა? თქვენ კითხვები რატო არ აქვთ? თუ შეიძლება რამეს გეტყვა. დრო რა შუაშია, კაცო, ფაქტს გეუბნებით. რეზოლუციაში ფაქტს გეუბნებით, რა შუაში ისტორია. რა თუ ამას ისტორია? რა თუ ამას ისტორია? ისტორია რა თუნდა? წერია ტექსტში, რომ ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით. ეს არის ტექსტი. ახლა გეკითხებით, ამაზე ხელის მოწერა არის თუ არა ღალატი? მარტივ კითხვას გისვათ, რა თუ ამას ისტორია და სახელმძღვანელოები. ნახეთ კიდევ ერთი მარტივი კითხვა ბატონო. მიპასუხეთ ჯერ. სასარგებლო იქნება თუ არა, როცა თქვენ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება, არ იქნება, რა თქმა უნდა. როგორ არ იქნება? რამის ინტერესი არ არის, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულოთ და ოფიციალურად გააკეთოთ. ეს არის ფაქტი, რომელიც აღიარა 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციით თვითონ სააკაშვილის რეჟიმმა. რაღაცი ჭირდება რუსეთს რაიმე ტექსტი საერთოდ, რა სჭირდება რაიმე განცხადება, როცა არის ევროსაბჭოს რეზოლუცია. დაიფუძნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. რუსეთს შეიძლება ეს დაეხმაროს, სწორედ აი ამ პროცესში. ის არ დაეხმარა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომ მოაწერა თვითონ რეჟიმმა ხელი და ჩვენმა განცხადებამ რაში უნდა გაუწიოს და აღარ საუბრობთ უკვე, მხოლოდ თქვენ ამბობთ, რომ გასამართლებას უპირებთ. ითხვაზე რატო არ მებასუხეთ? და როგორ გამორიცხავთ იმას, რომ ამას რუსეთი გამოიყენებს აღიარების? ითხვაზე რატო არ მებასუხეთ, კაცო? ამ ხალხმა თქვენი პარტიის მარტივი კითხვა მაქვს და მებასუხეთ. თქვენი პარტიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია შემდეგი რამ, რომ ფართო მასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში ეს კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის ლიდერის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით. არის თუ არა ეს ღალატი? არის თუ არა ეს ღალატი? ნუ გადაგახსოვთ, ეს ღალატი არის თუ არა ეს მითხარი? ბატონო ირაკლი, მე ეს არის თუ არა ღალატი? ეს წინადადება არის თუ არა ღალატი? იმით რატო იცით? რატომ იცით? იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის საშინელი ღალატი. ზელენსკი ბრო, ნახეთ, ერთი წამით, ერთი წამით, ერთი ვარ დამყოფ, ეს ერთი ვარ დამყოფ. ვიყავ, შარშან ვიყავი ჩასული. შარშან ვიყავი ჩასული. ერთი ხოდა მაინც გადაგეხოთ თუ იყავით და ვცოდნოდა ჩვენს ამის შესახებ. სირცხვილია იქ ყოფნა თუ რატომ არ აღნიშნეთ? არა, ყველაფერს აფიშირება არ ჭირდება, ყველაფერს პიარისთვის არ ვაკეთებ ჩვენ, რაღაცებს ვაკეთებ საქმისთვის. ეს ერთი.
ოკუპაციო ხასთან ჩახვედით. აი ახლა თქვენი ემალებით სიმართლეს კითხვაზე ვერ ვცემ რუსეთის ხომარ ემალებით აბაბის დაუმალეთ თუ საოკუპაციო ხასთან იყო ბატონაირად. ბოდიში. მადლობა. რატომ არ გაამხილეთ? გეუხერხულებათ ბიჭო მარტივი კითხვა. მარტივი კითხვაზე ვერ ვცემ პასუხს და ბონორზე როგორ. მარტივ კითხვაზე ეს თქვენ მარტივი კითხვა, ბიჭო, თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. თქვენმა პარტიამ, ბიჭო, ერთი წამით. რატო ვერ ვცემთ ამ კითხვაზე პასუხს? თქვენმა პარტიამ ჩაწერა. თქვენმა პარტიამ ჩაწერა. რატომ არიდებ პასუხს კითხვას? რატომ არიდებ პასუხს კითხვას? მე არც მძინარე და არც ხიზელი არ მაინტერესებს კაცო. თქვენმა პარტიამ არ აქვს მშვიდობიან მოსახლეობას როლეს ერთი წამით მე ეს ფრაზები არ მაინტერესებს, რატო გეტყვით რა? თქვენმა პარტიამ ჩაწერა ასეთი რამ ევროსაბჭოს რეზოლუციაში და ამ ევროსაბჭოს რეზოლუციას თქვენ პარტიასთან ერთად თელმა ევროპამ მოაწერა ხელი. იქ წერია შემდეგი რამ. იქ წერია რომ ფართო მასშტაბიან საომარ მოქმედებებში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხენვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით. ეს წერია არის თუ არა ეს ღალატი? ეს ღალატია. ეს ასე მოხდა კი, მაგრამ არა კაცო, ნახეთ ღალატი რატოა გეტყვით. იმიტომ არის რომ ესეთი რაღაც გააკეთეს და მე აღიარეს. ხო ხვდებით რა უბედურებაში გახვიეს ქვეყანა. გარშემო რომ თავდაცვის წერტილები იყო იმის დაბომბა. რა გარშემო კაც? ცხინვალზე მიუშვეს არტილერია, ეგ წერია. მშვიდობიან მოსახლეობა დაბომბეს ამას. ცხინვალზე მიუშვეს არტილერია. დაიწყო ფართომასშტაბიანი. ცხინვალზე გაიხსნა საარტილერიო ცეცხლი. ეს და თან გამოაცხადეს რომ დაიწყო არა ცხინვალი ქალაქი ცხინვალი დაიბომბა ეს ერთი იგი ქალაქი დაიბომბა ეს ცალკე თემა მაგრამ ქალაქი დაიბომბა და ევროსაბჭოს რეზოლუციაში შეიწერა რომ თქვენმა პარტიამ გახსნა ეს ცეცხლი არტილერიული შტურმი მიიტანა ქალაქზე და ამის შემდეგ გადაიზარდა კონფლიქტი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში და ამას მოყვა შემდეგ ესე წერია თქვენს მიერ ხელმოწერილ რეზოლუციაში ამას მოყვა რუსეთის საპასუხო არაპროპორციული რეაქცია ეს წერია თქვენს რეზოლუციაში ანუ თქვენ ეს ყველაფერი მოხდა მერე კი არა მედვედევის სანამ იტყოდა მედვედევის სანამ თქვენიც ბევრი რამე ცუდა 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმია უკვე იმყოფებოდა საქართველოს მედვედევმა ვიდრე არ განაცხადა რომ ისინი აპირებდნენ ოპერაციის დაწყებას და ომში ჩართვას მანამდე სააკაშვილი თქვენი პარტიის ლიდერი გვიმტკიცებდა მთელი დღის განმავლობაში 8 აგვისტოს რომ მათ ჰქონდათ შტურმი მიტანილი აპირებდნენ მთელი ცხინვალის რეგიონის აღებას აპირებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ქალაქსა და სოფელსე ათავისუფლებდნენ ეს არის თქვენი პარტიის მიერ ჩადენილი ღალატი რომელსაც ვერ გაიქცევით დიდი მადლობა ყურადღებისთვის საშინელი ღალატი ჩაიდენეთ ახობაძის საქმეს გამოჩნდა არა ესეთი რამე არსად არ დადასტურებულა არის არა ხო იმიტომ რომ ნახეთ არის მაღალი სტანდარტი საქართველოში მაღალი სამართლებრივი სტანდარტი ერთ-ერთი მიზეზი რატომაც 1000 მოძალადიდან მარტო არის 20 დაკავებული ამის მიზეზიც არის სწორედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტი აქაც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი გამომდინარე იქიდან რომ გამომდინარე იქიდან რომ 100%-იანი არისო მტკიცებულები 100%-იანი 1%-იც რო რჩება სასამართლო ვალდებულია გაათავისუფლოს ადამიანი როცა იცის მაშინაც კი რომ ადამიანი არის გადავარდნილი ნარკომანი მოიხმარს ასაღებს ნარკოტიკებს და შემდეგ თუ არ არის 100%-იანი მტკიცებულები სასამართლოს ევალება მე არ მინდა არც ერთ გვარში მე არ მინდა მტკიცებულებების არარსებობასთან მე არ მინდა გვარებში შევიდე ერთი რამე მინდა გირჩიოთ არც ერთ გვარს არ ვეხები აი ერთ წამი იმის გამო რომ ვიდეო არ იყო გადაღებული ვიდეო უნდა გადაიღოთ რო არ იყო გადაღებული ვიდეო სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე ბატიმრობიდან და ერთი რამე მინდა გირჩიოთ აქ მე არ საუბრობ არც ახობაძეზე ერთ წამით არა არაფრში არ არის ჩადება ხო 100%-იან მტკიცებულების სტანდარტზე არის საუბარი და ერთი რამე მინდა გირჩიოთ აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს არც პეტრეს და არც პავლეს ნუ გამოაცხადებთ გმირებად ადამიანებს რომლებიც
ბავშვებს პარავდნენ მორფს. ეს არის ჩემი რჩევა. ძიამაღლობასთან დაკავშირებით გითხოთ. თქვენ მოусმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იქნება შემდეგი, რომელიც მედიასთან გააკეთებს კომენტარს. ბატონო მამუკა, და ჩვენ მოვისმენთ პოლიტიკურ შეფასებას იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც მაყურებელი ადევსებდა საუბარი კანდიდატებზე. რა ნიშნით შეირჩა ეს გუნდი ბატონო მამუკა? შიც დარწმუნებული ხართ და თავარი კრიტერიუმები რა იყო გუნდის შერჩევისას? არ დაგიმალავთ და რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით დამატებით, ვიდრე ის გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები, მათ შორის ძალიან ბევრი ღირსეულ ადამიანს შევხვდით სხვათა შორის და გულის დაგწყდა ბევრ მათგანზე ჩვენ ამოვარჩიეთ ასე ვთქვათ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატი არ არის ჩვენთან შეხვედრაზე იყო ამ დღეების განმავლობაში, რომლებიც ქართულ ოცნებას ერთგულად უჭერენ მხარს, უჭერენ მშვიდობას, პატრიოტიზმს, ეროვნულ სულისკვეთებას და ამ ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და რეალურ ხვალინდელ დღეს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებულს. ეს ადამიანები სწორედ ამ ნიშნით შეიჩნენ, ზოგი არის მოქმედი წევრი საკრებულოსი, ზოგი არის ახალი კანდიდატი, ასე ვთქვათ, ყველა მათგანს წარმატებას უსურვებთ, ისინი უზრუნველყოფენ ამ წარმატებას არა საკუთარს, არამედ ისინი როგორც საკუთარს, რა თქმა უნდა, ამაზე აგებული შემდეგ იმ ადამიანების წარმატება, რომლებიცაც მათ უნდა იზრუნონ. თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან და რომელთან ერთადაც და მომავალ კანდიდატებს და მომავალ წევრებზეა საუბარი ამ დროს, ამავე დროს, რომლებთან ერთადაც კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე და მეტი სიკეთე უნდა გქონდეს ამ ბატონო მამუკა, პოტენციალი რამდენად აქვს ამ კანდიდატებს იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ოპონენტების ერთ-ერთი არგუმენტი, რატომაც მაგალითად ორმა პარტიამ ბრძოლაში შემოსვლა და საარჩევნო პროცესში შემოსვლა გადაწყვიტა, არის ის, რომ ოპოზიციურად არის განწყობილი თბილისი და მათ სწორედ აქედან გამომდინარე აქვთ გამარჯვების იმედი. თბილისი როგორ არის განწყობილი, თბილისელები ანახებენ მათ აი ამ არჩევნებზე და მერე ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ქალ კანდიდატებს, ჩვენ ეს გენდერული კომპლექსები უნდა დავძლიოთ და ქალი კანდიდატები გვეყოლება სიაში. ამ შემთხვევაში ქალი და კაცი ჩვენ არ გაგვირჩევია, მოქმედი მაჟორიტარები უმრავლესობა იყო მამაკაცი, შესაბამისად დაემატა მოქმედები იყვნენ მამაკაცები და დაემატა ახალი რამდენიმე კანდიდატი, შესაბამისად ასე მოხდა ამ კომპლექსებს დავანებოთ თავი და ქალი კანდიდატების სიაში გენდერული კომპლექსია კი მაინც ქალი იქნება თუ კაცი არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. არა, ჩვენი მით მოდი ახლა ქალი იყოს და კაცი იყოს, ასე არ გვიჟელია. სხვა მუნიციპალიტეტებში როდის წარადგა? არა, თვითონ სურვილზე არ არის, ჩვენ თავაზობდით ამ ადამიანს, თვითონ არ მოდიდნენ გეხოცებით ახლა ჩვენ კანდიდატები ვიქნებით, ასე არ ლაპარაკობთ. მაგრამ რამდენიმე კითხვა მოქვს და დავიწყებ სხვა მუნიციპალიტეტებით, როდის წარადგენთ კანდიდატებს? პრინციპში უახლოეს დღეს ჩვენ პრაქტიკულად დამთავრებული გვაქვს კანდიდატების შერჩევა რაიონის მერების. დაახლოებით შემიძლია გითხრათ, თუ ეს ექსკლუზივად იوارგებს, რომ დაახლოებით ზუსტად არ შემიძლია თქვა, ნახევარი იქნება განახლებული შემადგენლობა. ერთი წამი ბოდიშურთი დავასრულებ, მამუკა ხაზარაძით გავაგრძელებ, რომელიც როგორც ირკვევა ბიუჯეტს გადასახადს უმალავ და ბინა გაქირავებული აქვს გერმანიის ელჩზე. რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი განცხადება რაზე მეტყველებს აი ამ საკითხს. იცით რა, ეს თემა შეიძლება არ ყოფილიყო, რომ არა მათი დამოკიდებულება, როცა პატიოსნებას და ყველაფრის ცოდნეობაზე თავსდებენ ხოლმე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე რატომ გასკანდალდა ეს ამბავი? გერმანიის სახელმწიფოა გადამხდელი და მამუკა ხაზარაძე ისიც კი არ იცის, მარშალის გეგმას ალაგებს ხოლმე და ისიც კი არ იცის, თურმე წყალებში არის, რა თქმა უნდა, რომ გადასახადის გადამხდელი ის უნდა იყოს ამ შემთხვევაში და აი ესეთი უბრალოდ ერთ-ერთი მხილება იყო დიდ ტყუილში, როდესაც გერმანიის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის, ანუ ფინანსური თანამშრომლობის შედეგადაც კი ისიც ვერ გაარკვია თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში ასე ეწერა და ისედაც ასე არის, რომ გადასახადი მასმა გადაეხადა.
აი ამ მარტივ აბსურდად და ესეთ მდაბიო ტყუილებთან გვაქვს საქმე და ეხლა დიდ თემებზე რო ლაპარაკობ ხე და მარშალის გეგმებზე ასეთი ტყუილების მხილებიც უნდა გავაკეთოთ მათ შორის დასწრებით მე ასე მგონი. შვედეთზე გითხავთ მიიღო კანონი და ამოქმედა რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს მაშინ როდესაც საქართველოს აკრიტიკებენ მიღებული კანონმდებლობის გამო და თავად იღებენ რაზე მეტყველებს ეს არაფერზე არ მეტყველებს იმაზე რომ ნაცურ აგენტურული სტანდარტი გახლავთ ის რომ რაც შეიძლება და შესაძლებელია შვედეთისთვის ის არ შეიძლება საქართველოსთვის კანონი მაგალითად რომელსაც რუსულს არქმევდნენ თავისი ჭკუით გამჭვირვალობის კანონი შეიძლებოდა ამერიკისთვის არ შეიძლებოდა საქართველოს შეიძლებოდა ევროპისთვის არ შეიძლებოდა საქართველოსთვის ეს არის მონური ფსიქოლოგია და ეს არის აგენტურული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს და საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. გიორგი ახალბაძეზე კითხავთ ბატონო საქართველოს სასამართლომ გამოიტანა მის მიმართ განმარტებადი განაჩენი შემდეგაც ოპოზიცია ითხოვს ეგრეთ წოდებული ჩამდებების პასუხისგებაში მიცემას რა კომენტარს გაკეთებთ? ეხლაც მესმოდა ირაკლი კობახიძესთან დასმული კითხვები და ყველაფერს ერთად უპასუხე. სისხლის სამართლებრივი ასეთი პრინციპი არსებობს, რაც ცივილიზებულ სამყაროში მოქმედებს ყველგან, ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყვეტეს ბრალდებული სასარგებლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმართლის შემთხვევაში კი არ შეიძლება ადამიანი იყოს დამნაშავე, რეალურად მას კონდეს ჩადენილი დანაშაულება თუ იმ სტანდარტის, რომელიც განაჩენის მომენტში უნდა იყოს და ბრალდებისთვის შეიძლება საკმარისი იყოს და არ იყოს განაჩენის საკმარისი. განაჩენის მომენტში, განაჩენის დადგომისათვის უნდა იყოს აუცილებელი, ანუ 100%-იანი სიზუსტის, რაც ადასტურებს რა მტკიცებულებათა ერთობლიობაც ადასტურებს. თუ ეს არ არის და ერთობლიობაში გაჩნდა პატარა ეჭვიც კი ამ შემთხვევაში ეს სტანდარტი უნდა იყოს დაცული და ეს არის დემოკრატიულობის ტესტი. ამ შემთხვევაში სასამართლოზე იერიში რომ იქონდათ ხოლმე და აღარ მეაქვთ რატომ? იმიტომ რომ არ უნდა თქვან რომ სასამართლო არის ამოუკიდებელი, რომ სასამართლომ სწორედ ამ ტესტი და ამ პრეზუმპციის დათქმით მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ეჭვი გადაწყდა მის სასარგებლოდ. ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცა ჩავა. იქნება. არა, მტყუნება რატოა? დემოკრატიული გადაწყვეტილება. სინდისის პატიმარი მინდა ვინ არის, აბა, ვინც კოქტეილს ესროდა მოლოტოვისას, ვინც წავდა პოლიციას ეს თქვენთვის, სინდის ნამუსგარი ცხილი თუ იტყვის ამას, რომ სინდისის არის პატიმარი. კადრები ნანახ ვერ მეყოლება, მაქვს ნანახი, დიახ. რა კადრები? რის გამო არიან? ზუსტად თანამონაწილეობის გამო და მონაწილეობის გამო ძალადობრივი აქციები. ჩუბურ ძალადობის გამო, დიახ. ყველა კადრში. მოლოტოვის კოქტეილის სროლეს თქვენ არ ეძახით მოძალადეს. იმ აქციებში, როცა იწვოდა პარლამენტის შენობა და მანქანები და ასე შემდეგ, 160 ფეირვერკი არ მგონია მოლოტოვის კოქტეილი მგონია და ფეირვერკი მგონია, რომელსაც ესროდნენ პოლიციელებს და რომლებიც ახლომახლო შეიძლება იყვნენ შეიძლება ადამიანები, რომლებიც არიან დაზიანებულები იმ ფეირვერკებით ერთი წამი ცარიელი ბოთლი არა მოლოტოვი რაღაც ცეცხლს დაკიდებული ბოთლი თქვენ ცარიელი გონიათ და მე სავსე ბენზინით. ამაშია ჩვენი განსხვავება. ახლავე არა, ცარიელი ბოთლის როლაზე კი არ არის. აი ეს არის თქვენი манипуляция. ხა აგიხსნით რა მაინდამაც სისხლის სამართალზე მეკამათებით კაც. გავიგე, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი და სხვა ადამიანებს. გავიგე. ხელსახოცის როლაზე კი არ არის და ბოთლის და ჯოხის როლაზე კი არა. მონაწილეობა ერთი წამით მონაწილეობა აგიხსნით ხა სისხლის სამართალში ცოტა რაღაცა ვიცი, ალბათ ხსმენიათ ამის შესახებ. ცოტა ცდება სისხლის სამართალს ეს საქმე. აი ცდება თუ არა ხა კაი, ეს თქვენი დასკვნა არის აბსოლუტურად სპეკულაციური, ნაცურ აგენტურული, მაგრამ ახლა მე მომისმინეთ, იქნება საზოგადოება მე უფრო დამიჯეროს ვიდრე იმის სისულელეს, ვიდრე რასაც თქვენ ამბობთ. ნახეთ. როდესაც მონაწილე თქვენ რომ მოლოტოვის კოქტეილის ისვრით და მე ბოთლს ვაყოლებ იმას და ერთად მოქმედებთ, შეიძლება საერთოდ არ ვიცნობდეთ ერთმანეთს ამაზე სპეკულაცია იყო, მით აღნიშნავ ამას და მე ვარ თანამონაწილე იმ დანაშაულებსაც თქვენ ჩადიხარ და რასაც ის მასაც ჩადის, რომელიც უტევს პარლამენტს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ასობით ადამიანი და ეს ხალხი ყველა უბრალოდ ერთ მონაკვეთზე რომ იდგნენ, ამიტომ ყველა ერთად ესროდა ამ ყველაფერს და ეს. აი ნახელა, ბოდიში, უკვე სხვა განწახვეთ, სისულელებს ლაპარაკობთ, ბოდიში გიდგით ამას ხარ რომ ეწევს. ნახეთ. კიდევ ერთხელ აგიხსნით. თქვენ რომ მოლოტოვის კოქტეილი თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალს განცხადებებს, ჯერ მედიასთან კომენტარი სხვადასხვა აქტუალურ თემაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, შემდეგ კი მამუკა მდინარაძე.